მოგესალმებით ნათია შაი. 4 მაგიური კოვზით, რადგან დღეს რაც ამოვა გაშლაში, კარგს დავიტოვებთ, ცუცს გადავღრით, განვიზიდავთ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და დღეს გავაკეთებთ გაშლას, რა შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში. ვარიანტი გვექნება 4. პირველი ვარიანტისთვის მეორე ვარიანტისთვის მესამე ვარიანტისთვის და მეოთხე ვარიანტისთვის. არჩიეთ ვარიანტები, კონცენტრირდით მათზე. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მაძლევს სტიმულს, ასევე ამით მივგრძნობ თქვენს მადლიერებას, გააქტიურეთ ზღარისღირაკი, რომ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები, ახალი ვიდეოები, ახალი სათქმელი, რაც მაქვს მე თქვენთვის. ხოლო ვისაც ურჩევთ ამ პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, არა მარტო ტაროს გასაშლელად, ჩემი ნომერი არის 591333507, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 591333507, რომელიც აქტიურია ვიბერზეც და WhatsApp-ზეც, ასე რომ მთელი მსოფლიოდან შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ასევე შეგიძლიათ მომნახოთ ქართული შრიფტით Facebook გვერდზე რეიკი კურნალი და იქაც მომწერეთ. თქვენ ალბათ გააკეთებდით არჩევანს, მე კი დავიწყებ გაშლას. გადავდოთ ეს ვარიანტები. შეგეძლოთ გადაახვიოთ, დააპაუზოთ და თითოეულ ვარიანტში ჩაიფიქროთ სხვადასხვა პიროვნება, სხვადასხვა ურთიერთობა, ან უბრალოდ მოусმინოთ 4 ვარიანტს და ნახოთ, რომელი რეზონირდა თქვენ სიტუაციასთან. მაშასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით, რომელზეც გაემთხვა აი ასეთი ბრინჯაოს ფერი კოვზი და აი როგორც თქვი, ყველაფერი კარგი. რაც იქნება ამ ინფორმაციიდან მივიღოთ, ყველაფერი ცუდი რაც ამოვა და აი გაიწმინდოს. სხვათა შორის ეს მაგიური სტილის კოვზები შეგიძლიათ დამიკვეთოთ მე. კარგით, ნახოთ. ნახოთ, როგორი პიროვნებაა ეს, ვინც ჩაიფიქრეთ, ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია, ვინ არის, როგორი პიროვნებაა ეს. საკმაოდ გახსნილი ადამიანი არის, არ უყვარს დამალვა, არ უყვარს ნიღბები, არის ძალიან მხიარული, გახსნილი, გულღია, ლაღი ადამიანი და სხვათა შორის შეიძლება პროფესიაც ამოვიდეს, სამედიცინო თემა, ფარმაცევტია, კინოლოგიაც შეიძლება იყოს. მოდი ვნახოთ ახლა ამ წუთისთვის და ამ დროისთვის რა აკავშირებს მას თქვენთან, რა ურთიერთობა გაქვთ. სიყვარული, ამოვიდა სიყვარული. იქიდან გამომდინარე, რომ ღიაც არის, გახსნილიც არის, თავისუფალიც არის. გამოხატავს თავის გრძნობებს, ემოციებს, არ უჭირს.
და ასევე ამოვიდა სიყვარული თქვენდამი, ანუ ეს ყველაფერი გულწრფელი არის. დამოკიდებულება არის სიყვარული. სიტუაცია როგორ არის თქვენ შორის? ნახოთ სიტუაცია როგორი არის თქვენ შორის. ძალიან ემოციური სიტუაცია არის თქვენ შორის. ძალიან ემოციური, ღრმა, წრფელი, დიდი სიყვარული, უღალატო. მოდი ვნახოთ მიზნები. მიზნები რა არის თქვენ დაკავშირებით? მიზნები არის საკმაოდ სერიოზული. ქორწინება, ოჯახი. თქვენ მისი ქალბატონი ხართ, მისი ფერია ხართ, მისი მზეთუნახავი ხართ. ძალიან სუფთა ეს ადამიანი თქვენს მიმართ. მოდი ვნახოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასზე, რაც უნდა იცოდეთ. მასზე უნდა იცოდეთ, რომ ის გავს დიდ ბავშვს და განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა გქონდეთ მასთან. გათვალოთ ისევე სიტყვები, მასთან ურთიერთობის დროს, როგორც ბავშვთან ურთიერთობის დროს თვლიან ხო უფროსები სიტყვებს, რომ არ ატკინონ გული, უხეშად არ მოექცნენ. აი ესეთი ცოტა სათუთი ადამიანი არის. უნდა მოექცეთ ისეთ ბავშვს, უყვარს ალერსი, სითბო, ყურადღება, ძალიან უყვარს ყურადღება და არ ატკინოთ გული, მოექცით ფაქიზად. მოდი ვნახოთ ახლა თქვენ რა გრძნობა გაქვთ მის მიმართ? თქვენც გიყვართ ის. ეს სიყვარული ორმხრივია და ძალიან ლამაზია, გულწრფელია. ორივენი პატარა ბავშვები ვითახართ ამ სიყვარულში. როგორი არის პატარა ბავშვი? ეს არის ლაღი, თავისუფალი, თამამი, კომპლექსებისგან დაცლილი, უხარია და კისკისებს, ეცეკვება და ცეკვავს, ემღერება და მღერის. დიახ, უყვარს და აცხადებს, რომ არის შეყვარებული და უყვარს. მოდი ვნახოთ რა არის თქვენი ემოცია მისდამი. თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ მასთან თავს. ძალიან მოგწონთ მისი მეგობრები, მისი გარემოცვა, მიგიღეს, გაუგეთ ერთმანეთს, ძალიან მშვიდად გრძნობ, უსაფრთხოდ გრძნობ მასთან თავს და ჰარმონიულად და ეს გხიბლავს მასში. აი რაღაცნაირი ბგერები მოდის, ჰარმონიის ბგერები მასთან ურთიერთობისას. თქვენ რა მიზნები გაქვთ მასთან დაკავშირებით? თქვენ სერიოზული მიზნები გაქვთ მასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენ ერთმანეთისთვის დაბადებული წყვილი ხართ და თქვენი შეხვედრა ცაში გადაწყდა. ესეთი განცდა გაქვს, რომ ეს შენი ადამიანია, შენ იპოვე შენი ადამიანი. მოდი ვნახოთ რას მოიტანს თქვენი ურთიერთობა, თქვენი კავშირი. რა ენერგიის მომტანია? ძალიან ბევრი მიზნის. ძალიან ბევრი მიზნის. ვნახოთ რა არის ეს მიზნები, საერთო მიზნები. რა არის ეს საერთო მიზნები? ეს არის რაღაც საქმე. ეს არის საერთო საქმე. შეიძლება არ იყოს ეს ბიზნეს საქმე, იყოს მაგალითად ერთად სახლის აშენება. თუმცა შეიძლება იყოს საერთო ბიზნესიც. ან რაიმე პროექტი. ვნახოთ რამდენად ღრმა არის სურვილი და რამდენად ახდენადია ეს თქვენი მიზნები. ჯერ ეს იდეის დონეზეა, ჯერ ეს ვიტყოდი ესე ოცნებების დონეზეა, თუმცა სურვილი დიდია. მაგრამ აი ფესვები აკლია, იმიტომ რომ ჯერ იდეებია. ჯერ არის იდეები, აზრების გაცვლა, გამოცვლა. ვნახოთ როგორ დასრულდება ეს იდეა. იდეა იქნება ძალიან კარგი. თავარია მისცეთ ეს, ასე ვთქვათ, ხორცი შეასხათ, იდეა გადასარევია.
და გემხმარებათ სამყარო რო შეასრულოთ, თქვენი ენერგიები ეხმარება ამას. სხვათა შორის დიდი ალბათობაა, რომ რაღაცა ხელოვნების თემასაც ეხებოდეს ეს თქვენი რაღაც საერთო იდეა და პროექტი. მშვენიერი ბოლო უჩანს თუ თქვენ არ დაგეზარებათ და ხორცს შეასხამთ და ისეთივე ენთუზიაზმით იქნებით, როგორიც ახლა ხართ. ახლა ვნახოთ წლების შემდეგ როგორ აღიქვავთ თქვენ ერთმანეთს. წლები რო გავა, თქვენ ერთმანეთს აღიქვავთ, რომ ხართ ერთმანეთის საყრდენი, დიდი მეგობრები, ადამიანი, რომელიც შენთვის დაიბადა, ანუ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის დაიბადეთ, თქვენ ერთმანეთის თითქოს ორეულის სულები ხართ. ძალიან სხვათა შორის მძაფრი ემოცია იქნება, უფრო მძაფრი ვიდრე ახლა. თქვენი გრძნობები როგორი იქნება წლების შემდეგ? თქვენი გრძნობები მართალია ტრანსფორმირდება, მაგრამ ეს ისევ დარჩება სიყვარულად. ეს ისევ დარჩება დიდ სიყვარულად. რა იქნება განცდები, სულისკვეთება, იდეები, სურვილები მომავალში? შიში ამოდის ერთმანეთზე. გადამეტებული ზრუნვა ამოდის ერთმანეთზე. ერთმანეთის ჯანმრთელობაზე, ერთმანეთის არ დაკარგვაზე, ოღონდ ეს არ არის დაკარგვა, რომ არ მეღალუტო სხვასთან არ წავიდეს. ამის შიში არა. ეს არის უფრო სამყაროს კანონებიდან გამომდინარე შიში, რომ რაღაც არ მოხდეს და თქვენი კავშირი არ გაწყდეს. ვნახოთ ვინ ხართ თქვენ სამყაროსთვის? თქვენი კავშირი, თქვენი ერთობა რა არის სამყაროსთვის? ეს არის დიდი გამარჯვება, დიდი ბედნიერება, კეთილი მომავალი და კიდევ ვიტყვი, არ გამოვრიცხავ დიდი ალბათობით, რომ რომელიმე თქვენგანი, ან ორივე, იყოთ რაღაც შემოქმედი ტიპაჟები, ნატურები, გიყვარდეთ მოგზაურობა, ბუნებასთან კონტაქტი. თქვენ ერთმანეთს გაზრდით, გაავითარებთ, ცნობიერებას აუმაღლებთ და თქვენ ხართ გამარჯვებული სულები სამყაროსთვის და უფლისთვის. გელოცავთ, არაჩვეულებრივი ინფორმაცია ამოვიდა. მადლობა ჩვენს მაგიურ კოვს. იმიტომ რომ ამ კოვსმა მიიქცია თქვენი ყურადღება, რომ ეს ვარიანტი აგერჩიათ და ამ კოვსმა მოგვიტანა ამდენი კარგი რესურსი. კიდევ ერთხელ გეტყვით, შეგიძლიათ განსაკუთრებით ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, დამიკვეთოთ ეს კეუზი და თქვენი სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს. ეხლა ვნახოთ უკვე მეორე ვარიანტი. და იგივეს ვიტყვი და რაც ცუდია განაგდოს ამ კოვზმა, ხოლო რაც კარგია და რაც შეიძლება რომ იყოს კარგი, მოიტანოს ამ ვარიანტში. მინდა გითხრათ, რომ ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, ეს არ არის შემთხვევითობა და უბრალოდ და ასე მოხდა თქვენი ნაცნობობა და ვნახოთ რა ამოვა. საკმაოდ სერიოზული კარმაა და უკვე ჩანს, რა თქვენმა შეხვედრამ დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა და თითქოს ესეთი ინფორმაცია ამოვიდეს. ორჯერ შობილი, ორჯერ დაბადებული. ანუ იყო რაღაც, რამაც მოკლა ძველი თქვენი პიროვნება და დაბადა ახალი. ვნახოთ როგორია ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ.
ეს არის ადამიანი, რომელიც მიუხედავად დღის შუქისა, მაინც ვერ ხედავდა ვერაფერს. არ იცოდა სიმართლე, არ იცოდა რა იყო რეალობა, შეიძლება აყვაჭყორებს. ახლა რაღაც გამოგვიძების სიტუაცია აქვს და ენერგია. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენ მისთვის ხართ ადამიანი, ვინც მის სულში, მის არსებაში ჩასახლდა. თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ერთხელ ოდესღაც აი აქ წარსული ჩანს. გაანათა მისი ბნელი ცხოვრება, მისი ტკივილებს თითქოს მალა მოწაუსვა. აი რაღაცნაირი ტკივნეული ბნელი იყო მისი ყოფა და სხივი შემოიტანა, სიცოცხლის სხივი, სინათლე, დათბობა, მალა მოფერება, ალერსი, სითბო, სიყვარული, ეს ენერგიები მოიტანა. რას გრძნობს ის თქვენს მიმართ? თქვენ მისთვის ერთადერთი ვარსკვლავი ხართ. ვარსკვლავი ბევრია, მაგრამ ყველა ვარსკვლავი ჩამქრალია მისთვის და თქვენ იყავით და ხართ მის ცხოვრებაში. ერთადერთი ვარსკვლავი ვინცენტო. რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი? ეს ადამიანი აპირებს შოთაშორის ცრემლებისთვის, ტკივნეულია, რაღაცის მოტანას, მოსვლას და მოტანას, რაღაცა ამბის, რომელიც არის ძალიან ტკივნეული, სისხლის ცრემლებისთვის. ძალიან ტკივნეული სათქმელი აქვს თქვენთვის რაღაც. თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? თქვენთვის არის ადამიანი, რომელიც გაშლა როცა დავიწყებ, თქვი, ადამიანი, ვინც მოგკლათ. თუმცა მოგკლათ და გაიძღოთ, რომ თავიდანაც დაბადებულიყავით. ეს არის ადამიანი, ვინც ისეთ ტკივილამდე მიგიყვანათ, რომ თქვენ უკვე იცით რა არის ჯოჯოხეთი. თქვენ იყავით ჯოჯოხეთში, თუმცა გავიხსენოთ ისევ და ისევ პეპლის არკანი. ამ ჯოჯოხეთიდან თქვენ იპოვეთ ძალა და ამოხვედით. ეს არის ადამიანი, ვინც ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა თქვენში. რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ თქვენ? მიუხედავად იმისა, რომ მოხდა აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ტრანსფორმაცია, არის რაღაცა, შეიძლება პატარა დეტალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დარჩა თქვენს გულში. ეს არის, ნახეთ, თქვენი გული აღარ არის დამწვრეული, დამტრეული, აღმდგარია აბსოლუტურად. შეიძლება სხვაც გიყვართ, შეიძლება სხვა ურთიერთობაშიც ხართ, მაგრამ ეს არის დაშნა, რომელიც თქვენს გულში არის გარჭობილი, დამებაინა და ემოციები არის. კიდევ ერთხელ შეიძლება ძალიან პატარა, ბაჭეწინა. ნემსისოდენა იყოს ეს დაშნა, მაგრამ დიდი გრძნობა, რომელიც დარჩენილია. აი, როგორც კი ეს შეეხება თქვენს ემოციებს, გრძნობთ, რომ ძალიან დიდია, თუმცა ძალიან პატარა, აი, თან პატარა და თან დიდი როგორ აგიხსნათ, ეს თითქოს ძალიან შორი წარსულია, თითქოს დაამთავრეთ, მოინელეთ, გადახარშეთ, მაგრამ თუ კი ეხებით ამ ამბავს გრძნობთ, რომ ეს არის ჯინი დამწყვდეული ბოთლში.
ემოცია. რას დაარქმევთ ემოციას მისდამე? ეს არის დანაკარგის შეგრძნება, იმის რომ თქვენ შეიძლება ვარსკვლავური წველი ყოფილიყავით, ვარსკვლავური სიყვარული გქონოდეთ. თქვენ გქონდათ ამის დიდი რესურსი, მაგრამ ეს ყველაფერი დაიკარგა, განადგურდა, გაითელა და მოიცელა. რა მიზანი გაქვთ მასთან დაკავშირებით? მიზანი არის ის, რომ რაღაცა არის სათქმელი კიდე. რაღაცა ემოცია არის გამოუთქმელი, დარჩენილი და გინდათ რომ ამას მოეხსნას შავი ფარდა და შუქი მოეფინოს ამ ყველაფერს. რაღაცა გახდეს ცხადი, რაც ბნელია. ეს არის მიზანი. ვნახოთ რატო შეხვდით თქვენ ერთმანეთს. რატომ შეხვდით თქვენ ერთმანეთს? ეს იყო კარმული ურთიერთობა. თქვენ იყავით წყვილი, რომელმაც წინა ცხოვრებაში, წინა რეინკარნაციებშიც ვერ დაამუშავეთ, ვერ აჯობეთ იმ რაღაცას და შეხვდით შანსისთვის, რომ გამოგეყენებინათ და გქონდათ ეს შანსი, რომ გამოგეყენებინათ ნამდვილად თქვენი შეხვედრისთვის. რა იქნებოდა და ამოვიდა, რომ გამოგეყენებინათ ეს შანსი, როგორც თქვი, იქნებოდით ძალიან ნაყოფიერი, ლამაზი სიყვარული იქნებოდა და ორივესთვის იქნებოდა ეს სიყვარული დიდი რესურსი წარმატებისთვის, ძალიან დიდი წარმატებისთვის. რა მოგიტანათ, რეალობაში რა მოგიტანათ ამ ურთიერთობამ? რეალობაში მოიტანა მახეში გაბმულობა, რეალურად ეს ფაქტი დაიდო და შეიძლება ორივე, შეიძლება ერთ-ერთი თქვენთაგანი შეჭამა კიდევაც ამ პრობლემამ, როგორც ობობა ჭამს თავის მსხვერპლს და შეიძლება თქვენ ორში ვიღაცა გაფრინდა კიდევაც და გამოძვრა ამ ობობის ქსელიდან, თუმცა იყო მომენტი, როცა ორივე იყავით ამ დიდ მახეში. ვნახოთ მოხდება თუ არა თქვენი შეხვედრა, რადგან ორივეს ენერგია მისწრაფის იმისკენ, რომ მოხდეს რაღაცა კომუნიკაცია და შედგება თუ არა ის კომუნიკაცია. კომუნიკაციის შეხვედრის დიდი შანსია, ოღონდ ჯერ არის გზა გასავლელი, რომ შიშები დაითრგუნოს, შიშებს გაექცეთ. შიშები შეხვედრის, შიშები ეგოს გათელვის, შიშები არ მიღების, რომ არ მიმიღო შენ, რომ არ მომისმინო. არის შიშები. მოდი ვნახოთ თქვენ ორივე ვინ იყავით ღმერთისთვის, ვინ იყავით სამყაროსთვის. წყვილი. წყვილი, იანი და იანი. წყვილი, რომელიც შეავსებდით ერთმანეთს, წყვილი, რომელიც გააერთიანებდით ერთმანეთს, წყვილი, რომელიც ერთ სულ და ერთ ხორცს იქნებოდნენ, წყვილი, რომელიც დიდ სიყვარულს, დიდი სიყვარულის ისტორიას დაწერდნენ. სამყარომ რა იმედით შეგახვედრათ თქვენ? იმედით, რომ ამ კარმაში, ამ რეინკარნაციაში, ამ ცხოვრებაში მაინც იპოვნიდით იმ ძალას, იმ რესურსს, რომ თქვენი თავდაჯერებულობა გაგეზარდათ და პრობლემები პატარა ბურთად, სათამაშო ბურთად გექციათ. და არაპირიქით ბურთი გამხდარიყო გიგანტური მონსტრი და თქვენ პატარა წრუწულა. გაქვთ თუ არა შანსი ამ ცხოვრებაში კიდევ? შანსი არის.
შანსი არის, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს ეს შანსი? ეს შანსი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს გააზრების, იმის თუ რა უქენით ერთმანეთს, შეგნებულად თუ შეუგნებლად. შანსი გააზრების იმისა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო და ახლა რედაქციით თქვენი ცხოვრება. შანსი მონანიებისა. ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი, საკმაოდ მძიმე სიყვარულის ამბავი, მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო. ახლა გადავიდეთ ჩვენ ოქროს რაიდერზე, რომელსაც შემთხვევით თუბითაც ჩვენი ოქროსფერი მაგიური კოვზი დაემთხვა და ვთქვათ ესე რომ თუ კი რამე არის ნეგატიური და გაიტანოს ეს ენერგია ადვილად ჩვენი რეალური სამყაროდან, ხოლო რაც კარგია შემოიტანოს და გადმოღაროს ჩვენსკენ. ნახოთ როგორი ადამიანი ვინც ჩაიფიქრეთ. ასევე ძალიან მინდა, როდესაც დაიდება ვიდეო და მოისმენთ, დამიწეროთ კომენტარებში ბოლოს და ბოლოს ისმის თუ არა კარგად ჩემი ხმა, იმიტომ რომ რა ვიცი, მიკროფონიც მაქვს. განათებაც მაქვს და ჩემ ხმასთან არის პრობლემა ხოლმე, რომ არ ისმისო და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. როგორია პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ? ეს პიროვნება არის რაღაცა შანსგაშვებული, უიღბლო, დამარცხებული, იმედგაცრუებული. რატო ამოდის ეს ენერგია? ამოდის იმიტომ, რომ იმედები რაც ჰქონდა, მოლოდინები რაც ჰქონდა, საკმაოდ მაღალი იყო მისი მოლოდინები და რა იყო ეს მოლოდინები? ეს მოლოდინები იყო თქვენთან კავშირის ახლოს ყოფნის იმედი, მაგრამ ესე არ მოხდა და აქ უკვე ჩანს, რომ ურთიერთობა არ არის. არის დაშორება და ვნახოთ ეს დაშორება სამუდამოა თუ დროებითი პაუზა. და რომ მეუბნება, რომ ჯერ კიდე არ არის ეს გადაწყვეტილი და ეს თქვენზეა დამოკიდებულება. ვინ ხართ თქვენ მისთვის? ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის. ძალიან ძვირფასი, საკმაოდ ნათელი, უყვარხართ. ემოცია რა არის სიყვარულის გარდა მასში? ამ წუთას არის დარდი, სევდა. იმიტომ რომ თქვენ აშკარად ზურგი აქციეთ მას. აპირებს თუ არა ის ახლა თქვენთან. რაიმე მცდელობა, შემორიგება, შემოტრიალებას ნამდვილად აპირებს, თუმცა განწყობა უიმედოა, მაგრამ აპირებს და ექნება თუ არა აპირებს რომ რაღაც დაამტკიცოს, გამოხატოს თავისი ემოციები, მაგრამ რეალურად გააკეთებს თუ არა ამისთვის რამეს. ნახოთ. ვერ ეკეთებს, იმიტომ რომ თქვენ არ უშვებთ, თქვენ არ აძლევთ ამის არანაირ შანსს. მოდი ვნახოთ, ვინ არის თქვენთვის ეს ადამიანი, რომ ესე აქციეთ ზოგი. იცით, თქვენ ესე აღიქვალთ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან უნებიანი ადამიანი და მას თქვენთან მხოლოდ რაღაცა, ესე ვთქვათ, ინტიმური სურვილები ჰქონდა და სხვა არაფერი. ესეთი აღქმა გაქვთ თქვენ მისი. ასევე შეიძლება იყოს ერთი პრობლემა, რელიგიური სხვაობის პრობლემა შეიძლება იყოს და ესეც იყოს თქვენთვის პრობლემა. ემოციას რას გრძნობთ ახლა? ამ წუთას გრძნობთ, რომ არის ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობაში და მართლა იცით შეგნებულად, რომ თქვენ მას ყველანაირი გზა ჩაუკეტეთ. აპირებთ თუ არა მომავალში რომ ისცეთ მას რაიმე შანსი? არ აპირებთ. ამ შანსის მიცემას ნამდვილად არ აპირებთ.
და ასე გაგრძელდება თუ არა, ამ აზრზე იქნებით თუ არა, არ იქნებით ამ აზრზე, მოვა დრო და თქვენ თვითონ გადაწყვეტთ, რომ მისცეთ შანსი. რატო აპირებთ ამ შანსის მიცემას? ინტერესი. ეს არის ინტერესი, რა იქნება, რა მოხდება. აი, როგორც კი ხელს ჩაიქნებს და აღარ გამოგეკიდებათ, თქვენი ინტერესი გაიზრდება მაშინვე. მოდი ვნახოთ, საერთოდ აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას რაიმე რესურსი მომავალში. მოდი დავამატებ არკანს. აქვს რესურსი. აქვს რესურსი იმ შემთხვევაში, თუ ეს მამაკაცი გრძნობებით კი არ მოგხიბლავთ, რაღაცა მატერიალური ფასეულობებით მოგხიბლავთ. თუ ამ სტრატეგიას აირჩევს, მაშინ აქვს მას თქვენთან რესურსი, მაგრამ ამ გაშლას უყურებთ თქვენ და არა ის. რა არის ის კავშირი, რაც მასთან გაკავშირებს, ის ძაფი, რომელსაც არ ჭრით? რაღაცა ისევ და ისევ თქვენი პატიმოყვარეობა, არ ვიცი, შეიძლება ამ ადამიანმა მოდი ვკითხოთ, რამე დაგიშალათ ამ ადამიანმა, ეს შურისძიებაა თუ ეს უბრალოდ ესეთი ქალური კეკლუცური დამოკიდებულებაა, რომ ბოლომდე დაამარცხოთ და თქვენ რაღაც ზევით აღმოჩნდეთ. ნახოთ აბა რამე დაგიშალათ ამ ადამიანმა. არა. ეს არის აი ასე ვთქვათ ქალური განწყობა, ერთ-ერთი განხრა არის ესეთი ქალბატონების, რომ ვინც არ მოსწონთ, რაღაცნაირად უნდა დაამარცხან. უბრალოდ არ გიყვართ გაშვება, გინდათ რომ დაამარცხოთ. რას მოგიტანთ თქვენ ეს აქციელი? შინაგან უკმარისობას. მე ვგრძნობ, ვინც აირჩია ეს ვარიანტი ძალიან უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ის ვიზამთ. რაც ამოვიდა თქვენი არაცნობიერიდან, ეს არის. შინაგანი უკმაყოფილება გექნებათ. არ იქნებით კმაყოფილი იმას, რასაც აკეთებთ. შეცვლით თქვენს ქმედებას. არ შეცვლით, იმიტომ რომ სიამაყე არ მოგცემთ ამის საშუალებას, თუმცა მიხვდებით, რომ არ იყო ასე საჭირო. ამოვიღოთ უბრალოდ რჩევა სამყაროდან. რჩევა არის სამყაროდან, რომ ნუ ეთამაშებით ასე. ამას ეს იყო პასუხი სამყაროდან. დაგვრჩა ბოლო ვარიანტი. სამი ვარიანტი იყო ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან, აი რადიკალურად განსხვავებული. ძალიან განსხვავებული და ახლა მე ძალიან მაინტერესებს რა ინფორმაცია მოვა მეოთხე ვარიანტში, რომელთანაც ამოვიდა ისეთი ვერცხლისფერი მაგიური კოვზი და ყველაფერი ნეგატიური ადვილად გავიდეს და ყველაფერი დადებითი ადვილად შემოვიდეს. ვნახოთ პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ. როგორია ის? ვნახოთ პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. რაღაცნაირი თქვენი შეფასებით ეს არის უცნაური ადამიანი, უყვარს მოგზაურობა, არის ძალიან ლაღი, რაღაცნაირი გულთან არაფერი არ მიაქვს, გამოვა ძალიან კაი გამოვა, არ გამოვა და ნუ გამოვა. აი ესეთი ადამიანია. ნახოთ, მე ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის. აი თქვენ კი ამ ადამიანისთვის ხართ უცნაური, თქვენთვის ის არის უცნაური, თქვენთვის ეს არის უცნაური, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი ძალიან გტკივათ, ძალიან ღრმად იღებთ, თუ არ გამოდის ნერვილობს, თუ გამოდის ძალიან გიღარიათ. ნუ იმისთვის თქვენ ხართ უცნაური. ემოციები რა არის, გრძნობები თქვენთან. გრძნობებში გრძნობს, რომ რაღაცა ხდება, მაგრამ რა ხდება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ეს ემოციები, თუმცა ქარიშხალია. პეპლებია მუცელში, მაგრამ რა ქვია ამას ჯერ არ იცის. მოდი ვნახოთ რა მიზნები აქვს. რას აპირებს, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ფიქრობს, რომ თქვენ
თქვენ კი არ ხართ უცნაური, ის ფიქრობს, რომ თქვენ უცნაურობიდან გამომდინარე ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, ცოტა შინია და აბნევთ. იმიტომ რომ მართლა ვერ ხვდება ესეთ რაღაცებზე რატო უნდა ინერვიულოს ადამიანმა, ან ისეთ რაღაცა რატო უნდა ეწყნოს, ან ამაზე საერთოდ სერიოზულად რატო უნდა იფიქროთ. მაგრამ ძალიან აინტერესებთ. თქვენთვის ვინ არის ეს ადამიანი? თქვენთვის არის ძალიან ახალგაზრდა სულის ჭაბუკი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს, უბრალოდ აინტერესებს. თითქოს ყველაფერი არის ახალი, ამოუცნობი და უბრალოდ ეცნობა. იმიტომ არც ტკივა, თქვენს ძალიან გაინტერესებთ, რაღაცნაირი უცნაური ტიპია და ძალიან გაინტერესებთ. ემოცია რა არის ამ ინტერესის გარდა? ინტერესია ეს ემოცია, რომ ამოიცნოთ ნეტავი ვინ არის და ცოტა არ იყოს გაეჭვებათ, რომ შეიძლება მართლა ესეთი გახსნილი იყოს ადამიანი, ესეთი გულღია იყოს ადამიანი, მართლა არ წყინდეს არაფერი. მართლა ესეთი ლაღი იყოს, გიგვერთ და ცოტა გიშინიათ და თითქოს ვერავთ, რომ მართლა თუ თამაშობს. რას აპირებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით? ოჰო, თავისით ამოხდა და დაჯდა, თავის მოწონებას აპირებთ, ეყულცობას აპირებთ. ნამდვილად და რა ნაბიჯობს გადადგავთ ამისთვის? გინდათ რომ გააოცოთ, გინდათ რაღაცა ისეთი იმიჯით წარდგეთ მის წინაშე, რომ აი ესეთი რეაქცია გამოიწვიოთ, გაოცების. ამას აპირებთ ნამდვილად. მოდი ვნახოთ თქვენი კავშირი სამყაროსთვის და ღმერთისთვის. რა არის? თქვენი კავშირი სამყაროსთვის და ღმერთისთვის არის ძალიან საინტერესო. ძალიან უნდა რომ შენ მისგან ისწავლოს სილაღე, თავისუფლება, სიმარტივე და ის ცოტა დაეშვას დედამიწაზე და გამყარდეს. ის უნდა სამყაროს რომ შეავსოთ ერთმანეთი. აქვს თუ არა საერთოდ მომავალი თქვენს ურთიერთობას? ეს ურთიერთობას არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. საკმაოდ ჰარმონიულად გაუგებთ ერთმანეთს, მიხვდებით რომ არც ერთი არ თამაშობს, ის მიხვდება რომ არ ხართ საშიში, თქვენ მიხვდებით რომ არ თამაშობს და მართლა ესეთი ლაღია. მოდი ვნახოთ ამ ჰარმონიულ კავშირს რა ერქმევა, რა სახის იქნება ეს კავშირი. ხო, დიდი ვნება მოდის ამ კავშირიდან. აი მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ ერთმანეთის ის უფთავეს გულწრფელობას, რომ ესეთები ხართ, დიდი ვნება იბადება. ნახოთ ეს ვნება გადაიზრდება თუ არა სიყვარულში. ეს ვნება დიდხანს გაგრძელდება ძალიან დიდხანს გაგრძელდება და თქვენ იქნებით ერთმანეთისთვის ძალიან საინტერესოები. ძალიან აი რას იყო ძალიან შეავსებთ ერთმანეთს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. სიყვარული რასაც ქვია არ ჩანს. ეს არის რაღაც ახალს რო აღმოაჩენდა. აი თქვენ ხო გინდათ რომ გაგაოცებინათ, გააოცებთ კი და თქვენც გაგაოცებთ ის. ნახოთ რეალობაში რა ჩარჩოში ჩაჯდება თქვენი ურთიერთობა, რა ერქმევა ამ თქვენს კავშირს და ამ თქვენს ურთიერთობას. ამ თქვენს კავშირს და ამ თქვენს ურთიერთობას ერქმევა პიროვნული ზრდა, ერქმევა საკუთარი თავის გაცნობა, ერთმანეთის დახმარებით, ერქმევა დიდი აღმოჩენები და ცნობიერების გაზრდა. აი ეს ერქმევა თქვენს კავშირს. მოდი ვნახოთ დროის გასვლის შემდეგ ერთმანეთზე რა ემოცია დაგრჩებათ, ჯერ თქვენ მასზე რა ემოცია დაგრჩებათ, დროის გასვლის შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ წლების შემდეგაც თქვენ გიქნებათ ემოცია, რომ თქვენთან ურთიერთობაში ის ძალიან მყარად ისწავლის დედამიწაზე დგომას, ის დააფასებს დედამიწურ ენერგიებს, მატერიას და აი ეს ლაღი თავქარიანი ბიჭი
ძალიან ზრდასრულ მამაკაცად იქცევა. ნახოთ მისთვის თქვენ რა ემოციას გამოიწვევთ წლების შემდეგ. აი თქვენ კიდევ წლების გასვლის შემდეგ ისწავლით უფრო სიმარტივეს, იოლეს და ამის გაფრთხილებას. იოლად ცხოვრების გაფრთხილებას. ეს მოვა. და მოდი ვნახოთ რჩევა ვნახოთ სამყაროდან. რჩევა არის სამყაროდან, რომ ნუ შეეცდებით აი ეს ურთიერთობა ჩასვათ ჩარჩოში, დაარქვათ რაიმე სახელი, ის რაც უნდა მიიღოთ ამ ურთიერთობიდან, რაც უნდა მისცეთ ერთმანეთს, ამას გააკეთებთ, ამას მისცემთ და შეავსებთ ერთმანეთს. აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. ველოდები თქვენს კომენტარებს, თუ მოგეწონათ ლაიქებს, მე ძალიან მომენატრა, ცოტა გამიგრძელდა, რომ არ ჩამიწერია ვიდეო და ძალიან მონატრებული ვიყავი ამ პროცესს და მე ვისიამოვნე ძალიან ამ გაშლით. ძალიან ვისიამოვნე და თქვენ რა იგრძენით მომწერეთ. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენ ნათია შაი.